ლაშა ცანავა ეს ადამიანი ამოვიცანიან როდესაც მან საჯარო სივრცეში ასე ვთქვათ განცხადებები გააკეთა ლაშა ცანავა ამოვიცანი მას შემდეგ რაც მან გააკეთა საჯარო სივრცეში განცხადებები მე მინდა ვაჩვენოთ ფოტო რამდენად ვიცი ასე ვთქვათ რომელიც აქ არის მოტანილი ვანახოთ ფოტო სადაც აღნიშნული ვარ მე რომელიც ძირს ასე ვთქვათ წევარ დაგდებულ მდგომარეობაში და ლაშა ცანავა რომელიც მე მირთხამს სხვებთან ერთად სხვა პოლიციელებთან ერთად რომელიც მე ეს პიროვნება მე ამოვიცანი აი აქ პირდაპირ ეთერში და აი აქ საზოგადოების წინაშე ბრალსდებ ამ ადამიანს ჩემს წინააღმდეგ გახორციელებულ ძალადობაში ფიზიკურ ანგარიშტორებაში მოვითხოვ პროკურატურისაგან ეს ადამიანი როდესაც დაიბარებთ და იქ დაკითხვაზე დაიბარებთ ამ ადამიანს ამ ადამიანს მე დავდე ბრალს ვდებ ამოვიცანი ეს პიროვნება დააკავეთ აღარ გამოუშვათ წინააღმდეგ შემთხვევაში მე მივალ იქ იმ პროკურატურაში და მე აღარ წამოვალ უკან რა ეს ადამიანი აი ეს არის ლაშა ცანავა შემოხაზულია შეგეძლოთ ყველამ შეხედოთ ის პიროვნება რომელიც მე ძირს ასე ვთქვათ ვგდივარ ვარ მე მივიღე ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე დაზიანებები რომელიც საუბედუროდ ნუ დღემდე ვთქვათ რაღაც თავის რაღაც შემორჩენილი არის ეს რაღაც თავისი ასე ვთქვათ კვალი დატოვა ამან აი ეს პიროვნება ანუ აღელვებული ვარ იმიტომ რომ აი ძალიან მძიმე მომენტია და ძალიან მადლობა მე უნდა ვთქვა რომ ჩვენ არც ქონია დაგეგმილი ლაშა და მეთანხმება რომ ეს ადამიანი დასწავსნი მისხრენ დღეს უკვე ციხეში ეს ადამიანი აქ მოდის ტელევიზიაში და დღეს საზოგადოებას რაღაც კრავის თვალებით მოძღვრავს და რაღაც ისეთ პოზიციიდან საუბრობს რა და მოუწოდებ კიდევ ერთხელ პროკურატურას. მადლობა, დიდი მადლობა. აგებინოს პასუხი ამ ადამიანს. კარგით, მე უნდა მივცე სიტყვა ეხლა ლაშა ცანავას და პროკურორი კინაღამ ჯვარი მწერია, პროდიუსერი და მიკავშირდა და მითხრა რომ ბუბა კიკაბიძემ გააკეთა სატელეფონო კომენტარი და მეტყვიან ეხლა რას ამბობს იგი ირაკლი კორძაიას მიერ წეღან გამოთქმულ ბრალდებაზე, მანამდე გისმენთ ლაშა. ძალიან დაძაბული ეთერია. მე მივედი ქართულ ოცნებაში, ყველა მიცოდა, რომ ამ ღონისძიებაში მქონდა მიღებული მონაწილეობა. იმიტომ რომ არანაირი კანონდარღვევა აქ არ ჩამიდენია ეს იყო ერთი წუთით რა არ გაწყვეტინებთ თქვენ სუსის დავალებას ასრულებენ პირადად მირიამ ჭედლიშვილის რომელიც დამიპირისპირდა და მაგის გულისთვის წამოვედი პარტიიდან მირიამ ჭედლიშვილი და თავის ძმას იმიტომ რომ იზინა ინუაშვილის ნათლუს ფარველობენ სუსი და ერთი წუთი დავალებას ერთი წუთი თუ შეიძლება და სუსის დავალებას ასრულებენ ეს ადამიანი ეს ადამიანი ამოვიცანი მე როდესაც გააკეთა განცხადება გავაკეთე საჯარო სივრცეში განცხადება გასაგებია უკაცრავად მე მოგეცით ამ ადამიანს უნდა სხვა რაღაცები გასაგებია აქ სასამართლოს ვერ მოვაწყობ გასაგებია მადლობა ჩემო ამ ადამიანს უნდა თავის დანაშაული გადაწყვეტა ვერ შეყავდა ვერ გამოყავთ დროებით მოთავსებით იზოლატორში და ანუ საერთოდ გზა იყო გადაკეტილი იმასთან არ დაემორჩინენ ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და მოხდა გასაგები კარგი ძალიან ერთი წუთი აიღეთ მიკროფონი გისმენთ და ბუბა კიკაბიძის აღარ ისმის თქვენი ქალბატონო ინგა დავიჯერებდი ამ ბიჭის განცხადება მას გაეკეთებინა მაშინ როდესაც არ ისმის ეხლა თქვენი მოგცემთ სიტყვა არ ისმის ბრძანებას ასრულებდით კანონიერს როცა 3 მეტრიდან მიბჭნით თქვენი ძმები არიან და თქვენი იდეური მეგობრები არიან კარგით მიკროფონები ეგ არის თქვენი ადამიანი სიმშვიდეს გთხოვთ აუდიტორიაში თქვენ რაღაცის ერთი წუთით სიმშვიდეს გთხოვთ აქ არის ბატონი ლაშა ერთი წუთით ვერ მოგცემთ სიტყვას აქ არის ბატონი ლაშა მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ
მეც არ ვიცოდი მისი დღევანდელი სტუმრობის შესახებ, ასე რომ წინასწარ რაღაც ასეთი თქვენი შეხვედრა, ასეთი მხარეების დაძაბული შეხვედრა ჩვენი გეგმის ნაწილი ნამდვილად არ ყოფილა და მე მინდა არა, უბრალოდ ყოველთვის ვერიდები ხოლმე ასეთ პიროვნულ დაპირისპირებებს, როდესაც ასეთი მძიმე თემა, მაგრამ თქვენ უნდა დამიდასტუროთ, რომ ეს ჩემი მხრიდან არ ყოფილა მოწვევა, რომ თქვენ მაინც და მაინც ყოფილიყავით ჩვენი სტუმარი. ბძანე და ირმა ნადირაშვილი და ირაკლი სესიაშვილი ჩაგვერთვებიან პირდაპირ ეთერში. ვერ გავიზიარებ. მოკლედ უნდა თქვათ. ვერ გავიზიარებ ამ ბიჭის გულწრფელობას, ამ ბიჭის სიტყვებს გულწრფელობის ეპიზოდში, რადგან ამ ბიჭმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, როდესაც პროკურატურას და სულს და დაჩი, მოგცემ სიტყვას ერთი წუთი. პროკურატურას და სულს დასჭირდა ამ ბიჭის გამოყენება. მე თუ შეიძლება, აი მე ურზდელი ხარ თქვენ რა, უზრდელი ხარ. ურზრდელი ხარ. ერთი წუთი. იცით რა შეაქ ალბათო იგასახმე? შეიძლება გააჩუმეთ ეს. თქვენი ხმა არ ისმის. ეს ერთი წუთი რა, ალბათო ინგა, ეს ბიჭი, ეს ახალგაზრდა ადამიანი დღეს არის იარაღი ქართული პროკურატურის ხელში, იარაღი სუსის ხელში და იყენებენ ამ შემთხვევაში ლაშას წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით. დიდი მადლობა. ამ ბიჭს რო გაეკეთებია განცხადება მაშინ, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და ეთქვა, რომ მე მაშინ ტკივილი მომაყენეს, მე მაშინ ცევა, ეს იქნებოდა მისი მხრიდან დიდი მადლობა და ბუბაკი კაპიტე დაფიკარში და მისი პროჯექტი ერთი წუთით რა, მოგცემ სიტყვას უკაცრავად. მე უნდა ვთქვა, რომ ახალგაზრდები უფრო ნაკლებად ემოციურები არიან ხოლმე ამ შოუში, ვიდრე ეხლა დავუშვათ ჩვენი თაობის წარმომადგენლები.